ლაში კახიძე 8 წლის. სწავლობ ანდრია პერაწოდებულის სახელობის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ჭადრაკი და ფეხბურთი. აქედან ყველაზე მეტად მეყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ მთაწმინდაში. თავიდან ყველაზე რთული იყო 2 ტრიალი და ეხლა ყველაზე ადვილია ცერებზე დგომა. ჩემი საყვარელი ცეკვაა კაურის ტეხილები. საყვარელი ილეთია ეს. 10 დღით ვიყავი ბაკუნაში და იქ მქონდა 2ჯერ კონცერტი. პირველ კონცერტზე უკეთესად ვიცეკვე, იმიტომ რომ კაურის ტეხილები იყო. მალე მინდა ვიცეკვო დიდ სცენაზე. მთაწმინდაში გვაქვს რეპეტიციის შავი ფორმა. შავი მაიკა, შავი შარვალი, სამუხლეები, ქამარი, საცერე და ჩუსტი. მე მინდა მქონდეს ჩოხა და მგონია ძალიან მომიხდება. ჩემ ქორწილში ჩავიცმევ შარვალი კოსტუმს და ოცლებად ვიცეკვებ. ჩემს ცოლს თუ არ ეცოდინება ცეკვა, მაშინ გამოიწევ სიდედრს. ამ ეტაპზე იმიტომ არ ყავს შეყვარებული, რომ ჩემი შესაფერისი გოგო ვერ ვნახე. ჩემი აზრით 12 წლის რო გავხდები, მეყოლება ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყარ, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ლუის, სესილის, სერგის და ლუიზას. ჩემს ცოლს დავარქმევ ლინდას. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვო 10 წელი. ჩემი ქორეოგრაფები არიან ბაჩი მასწავლებელი და გიორგი ფარსენაძე. უფრო მხიარული არის ბაჩი მასწავლებელი. გიორგი მასწავლებელი არის უფრო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ახლა ვემზადებით კონცერტისთვის და მივდივართ იტალიაში. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და სულ თამაშობთ მეგობრებთან ერთად. თამაშობ შეტევაში და გამაქვს ბევრი გოლი. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 231 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი ცხრიანი. ყველა იყვნენ უკან და ჩემიანი და მე ვიყავით ერთად და გოლი უნდა გაგვეტანა და პასებით ვიტანდით გოლს და მაგრამ გამიგორა ძლიერად დავარტყი და ცხრიანში მოვახვედრე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის როლანდო და საყვარელი გუნდი არის რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 67 ნომრით. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ საუკეთესო კლასელები მყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის სერგი ბაზიაშვილი. ყველაზე მშვიდია ეგრატე მურცხვალაძე. ყველაზე ცელქი არის ლილე ჭანიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ყველაზე ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია თეოდორ ლორთქიფანაძე, იმიტომ მიყვარს თეოდორ ლორთქიფანაძე, რომ ყოველთვის გვიჯერებს, არასდროს არ გვიყვირის და ყოველთვის გვიხსნის წესიერად გაკვეთილებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ჯარისკაცი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი მოჭადრაკე. ჭადრაკი ეხლაც მიყვარს და ვარ წარმატებული მოჭადრაკე. 3 წელია დავდივარ ჭადრაკზე და ძალიან ბევრ ტურნირზე მივიღე მონაწილეობა. მაქვს 7 თასი და 15 медали. ყველაზე მეტად გამიხარდა 6 წლის რო ვიყავი აჭარის ჩემპიონობა. უკვე ვითამაშე ბევრი კარგი პარტია. სამწუხაროდ მათ შორის იყო რამდენიმე დასანანი მარცხი. მაგალითად პირველად რომ მივიღე ტურნირზე მონაწილეობა, ძალიან ცუდად წავაგე. გამოუცდელი ვიყავი და წავაგე საბავშვო მატითებს. ვაფშე აზრი არ ვიყავი რა იყო. სამაგიეროდ მქონდა კარგი გამარჯვებებიც. მაგალითად აჭარის ჩემპიონი როცა გავხდი 3ჯერ. მაგალითად რა ქვია ზამთრის ტურნირი რომ მოვიგე. მაგალითად ნოე ჟორდანიას თასი რომ ავიღე. ჩემი ჭადრაკის მასწავლებელია ბადრი ბოლქვაძე. ძალიან კარგი მასწავლებელია, ყოველთვის ყველაფერს სწორად გვეუბნება და არასდროს არ გვიყვირის. მინდა ისე კარგად ვითამაშო, რომ მოვუგო ბადრი მასწავლებელს. ჩემი მიზანია გავხდე მსოფლიო ჩემპიონი. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ბებია. მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის სიმპათიური ჩემსავი და ძალიან კეთილია. არასდროს არ მიყვირის. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასი იმიტომ მგონია, რომ ყოველთვის საჩუქრებს ჩუკნის, ყოველთვის ეხუტება, ყოველთვის ეფერება, არასდროს არ ეჩხუბება. დედიკო არის ძალიან ლამაზი, მზრუნველი, თბილი და არასდროს არ მიყვირის.
მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ დედამიწაზე. ბებია ძალიან კეთილია. ყოველთვის მიჯებს და არასდროს არ მიყვირის. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული გერკულესი და დედას გაკეთებული შოკმანჟე. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ბულიონი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწვავს კვერცხს. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია რაკრაკ-რუკ-რუკ ამბები. მე მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი საქართველოს ისტორიაზე. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ლაბირინთში მორბენალი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემ დედას და მამას მივცემდი უკვდავებას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი აფრიკაში და დავეხმარებოდი ბავშვებს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა: ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი დემეტრ შაშიძესთან ერთად. ის არის დედიკოს ნათლიის შვილი და ჩემი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ქართული ნაგაზი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ ვიქნები სტუდენტი. ბედნიერება არის მეგობრებთან თამაში, როცა დედა და მამა ერთად ვართ და როცა დედა და მამა და მე კინოს ვუყურებთ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.